19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერის ცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, მაცხოვრის ფერის ცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. წირვის დაწყებამდე საქართველოს ეკლესიის მეთაურმა წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავი მოილოცა. შემდეგ კი ღირსი მამა გაბრიელის საფლავს მიეახლა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერი ცვალების დიდებულ დღესასწაულს. გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს. დღეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე საქართველოს ისტორიისთვის. რადგან სწორედ ამ დღეს, როგორც მოგვითხრობს ჩვენ წმინდა ნინოს ცხოვრება და ქართლის ცხოვრება და სხვადასხვა წყაროები, საისტორიო წყაროები, სწორედ ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვით დაიმსხვრა თავარი კერპები ქართლისა. ალბათ გახსოვთ თქვენ ეს ისტორია, რომ იყო კერპების დღესასწაული ცხეთაში და წმინდა ნინოს ლოცვით ამოვარდა საშინელი ქარი, წამოვიდა უზარმაზარი სეტყვა და აი ამ სეტყვის შედეგად და მეხის დაცემის შედეგად სრულიად დაიმსხვრა ეს კერპები. ხალხს ძალიან შეეშინდა, მეფემ და დედოფალმა თავი შეაფარეს და ეს არის ესეთი სიმბოლური დღე, როდესაც დასაბამი დაედო წარმართული რწმენის რღვევას საქართველოში და წმინდა ნინოს მიერ სრულიად საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას. ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დღეს და აი ჩვენ მას შემდეგ უკვე გავიდა 1700 წელი და ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ დიდებულ დღესასწაულს. როგორც იხილეთ თქვენ და როგორც იცით, ამ დღესასწაულზე ყოველთვის იკურთხება ხილი. ადამიანებს მოაქვთ ნაყოფები, ბაღის, ვენახის, ახალი მოსავალი, მაგრამ ამაში არ არის ფერისვალების დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა. არ არის ხილის კურთხევაში. მას რაშია? რომ უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველამ. და აი ჩვენ ყველას, ვინც ვართ მოსულნი ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგცა რწმენა, მოგცა როგორც ჯილდო. და ეს ჯილდო არ მოუწია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის. არამედ იმიტომ მოგცა, რომ დაინახა ჩვენში ფერიცვალების შესაძლებლობა. რომ ჩვენ აი ამ რწმენის შედეგად, რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენ ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება და ჩვენ ფერს ვიცვლით. აი ამიტომ მოგცა მან ეს რწმენა. და ფერის ცვალების შესახებ მან დაიწყო ქადაგება დასაწყისშივე, როდესაც ხალხში გამოვიდა და თქვა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. და სინანული რა არის? ეს არის სწორედ დანახვა იმისა, რა უნდა შევცვალო მე ჩემ სულიერ ცხოვრებაში და დავიწყო ამაზე ზრუნვა. და აი უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე
სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. ამისთვის მოვიდა. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რას ნიშნავს ფერიცვალება, რომ ჩვენ უარესებიდან გავხდეთ უკეთესები, აი მარტივად რომ ვთქვათ. და გავხდეთ უფრო კარგები, მაგრამ უფრო კარგები არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით. როგორც ღმერთი ხედავს ამას. იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთმა იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი. ეს შეიძლება ადამიანმაც იცოდეს, მაგრამ თუ ღვთისგან არის განსწავლული. და თუ ადამიანს ეს ცოდნა ღმერთისგან მიღებული არ აქვს, მაშინ ადამიანმა არ იცის სინამდვილეში რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. და ასე იბადება, ძვირფასო ძმებო და დებო, საშინელი ცდომილებები, ტრაგიკული შეცდომები, რომელზეც თვით უფალი იესო ქრისტეს გვაფრთხილებდა, რომ მოვა დრო, რომ თქვენ მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან. და სხვათა შორის მკვლელობის ერთ-ერთი ფორმა, როგორც ვიცით, ეს არის სიტყვით მკვლელობა. არა, სიტყვითაც შეიძლება მოკლა ადამიანი. და აი დღეს ხდება ეს არც თუ იშვიათად, რომ სიტყვით ისე იმეტებენ, ისე კლავენ ერთმანეთს ადამიანები, რომ თან ზოგიერთ მათგანს გონია, რომ ამით სიკეთეს აკეთებს და ღმერთსაც კი ემსახურებიან. ასე რომ ეს სრული ჭეშმარიტება ბრძანა უფალმა. და აი მას ვფიქრობთ ფერიცვალებაზე. როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ ფერიცვალება? როგორ უნდა მოხდეს ეს ჩვენში? რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით. მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით. უნდა ვეცადოთ, დავიწყოთ, გავხდეთ უფრო მომთმენი, დავიწყოთ მოთმინება, ვეცადოთ არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. ვეცადოთ მოვემსახუროთ ადამიანებს, დავეხმაროთ მათ. ვეცადოთ შევუმსუბუქოთ თუ გნებავთ სნეულების სიმძიმე ან სხვა რაიმე სიმძიმე. თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, ვეცდებით, ვიმეორებთ, მაშინ უფალიც შეგვეწევა, თავის მადლს მოგცემს და გავა შეიძლება რამდენიმე თვე თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა, ჩვენ და გასაკვირად აღმოვაჩენთ. და აი ასე ნელ-ნელა ზარმაცი ადამიანი შეიძლება გახდეს შრომის მოყვარე, სევდიანი და მოწყენილი ადამიანი შეიძლება გახდეს ხალისიანი და ომახიანი, ამპარტავანი შეიძლება გახდეს თავმდაბალი, ხარბი, ხელგაშლილი, ნაყროვანი, მარხველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბრაზიანი, უკმაყოფილო ადამიანი შეიძლება გახდეს ლმობიერი, მოსიყვარულე, კეთილგანწყობილი ადამიანი. და აი ასე ნელ-ნელა როგორც გითხარით, არა მხოლოდ ჩვენში მოხდება ფერიცვალება, არამედ ჩვენს ირგვლივაც ფერს იცვლიან ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები. რატომ? იმიტომ რომ ისინი აი ასეთ ადამიანში, ვინც ფერს იცვლის, ვინც წორდება, ვინც სულიერად ცხოვრობს, ხვდებიან, ეხებიან სიყვარულს, დახმარებას, მოთმინებას, სათნოებებს. მზაობას, რომ ყველანაირი სიკეთე გააკეთონ და არა პირიქით. აწყენიონ, დაჩაგრონ, უგულებელს ხონ, წაართვან და მოატყუონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს სწორედ ეს სურს უფალს ჩვენგან. რომ აი ამ გზით ვიაროთ, იმიტომ რომ ძვირფასო ძმებო და დებო, მუდმივად ყოფნა განკითხვაში, უკმაყოფილებაში, მრისხანებაში და რა ვიცი კიდევ რაც ჩამოვთვალეთ და კიდევ რაც არ თქვით იმ ვნებებში,
ეს ძალიან მძიმე და მტკივნეულია ასეთი ცხოვრება. და რა არის საბოლოო ჯამში ასეთი ცხოვრება? ნამდვილი ჯოჯოხეთია. და სწორედ ამ ჯოჯოხეთიდან ნებავს უფალს, რომ ჩვენ გამოგვიყვანოს და გაგვათავისუფლოს და ამიტომ მოგვიწოდებს ფერიცვალებისკენ. ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ დღეს საღვთო დიდება გამოაჩინა, გამოაბწყინა უფალმა მოციქულების დასანახად, რა თქმა უნდა, როგორც მათ ამის დანახვა შეეძლოთ. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რომ გავხდეთ ამ თაბორის ნათლის თანაზიარი. მასასადამე რა არის მნიშვნელოვანი ღმერთისთვის? რომ ჩვენში მოხდა ეს ფერიცვალება იმის შედეგად, რომ მან ჩვენში ჩადო წმენის მარცვალი და მოგცა ეს დიდი ტალანტი და როგორი ნაყოფი გამოვიღეთ? ორმაგი, ხუთმაგი თუ 10 მაგი და როგორ ნიადაგში ჩავარდა ეს მარცვალი? კეთილ ნიადაგში თუ ეკლიანში თუ კლდოვანში თუ ქვიანში? ვინ გავხდით ჩვენ ამ მარცვალის, ამ დიდი მადლის და ტალანტის მოცემის შედეგად? თუ ჩვენ დავრჩით ისეთები, როგორც ვართ. და გახსოვთ მის უწმიდესობას კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ხშირად უთქვავს ეს წმინდა მამების ეულის სწავლება, რომ ადამიანი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება სულიერ გზაზე. ან წინ მიდის და ვითარდება, ან დეგრადირებს და უკან მიდის. და ესე იგი თუ დავმარხეთ ჩვენ ეს ტალანტი მიწაში. ასე რომ ვაი მას, ვინც უარესი გახდა კიდევ იმასთან შედარებით, რაც იყო. და ეს გზა ფერიცვალების და ეს საქმე ფერიცვალების უნდა იყოს ჩვენი მთელი ცხოვრების საქმე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით ფერიცვალებას, განსაკუთრებით მინდა მიულოცო ამ მონასტრის დედებს, იღუმენია ქეთევანს, დედებს და დებს და მადლობა უთხრა თქვენი შესანიშნავი დაღირსეული მოღვაწეობისთვის. მე მინდა დავლოცო სრულიად საქართველო. უფალმა ინებოს ჩვენი ყოველი ჩვენგანის ფერიცვალება, ჩვენი ქვეყნის ფერიცვალება, ქრისტეს გზაზე გაძლიერება და გამთლიანება. და ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგხადოს ამ მარადიული თაბორის შუქის ზიარებისა, ამ შუქის და ნათლის ხილვისა და ამ ხილვით სიხარულისა. და ვევედროთ უფალს, რომ ჩვენს გულებში კვიდრობდეს ნათელი ქრისტესი, სიყვარული, სიხარული, შვიდობა. ამინ. ჩვენთან არსებობთ. აღსანიშნავია, რომ ლიტანიობის დაწყებამდე დღეს ტაძარში ტრადიციულად ხილი იკურთხა. ხილის კურთხევის დასრულების შემდეგ ლიტანიობის წესი შესრულდა. ლიტანიობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სხვა სასულიერო პირები, გალობლები და მრევლის წევრები მონაწილეობდნენ. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ულოცავდნენ. დღეს მცხეთის წმინდა ნინოს ისტორიულ მონასტერში, დედათა მონასტერში, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამე აღასრულებს ფერისცვალების დღესასწაულის წირვას, რადგან ტაძარი ამ მონასტერში გახლავთ ფერისცვალების სახელობის, რაც შეეხება უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ფერისცვალებას, ეს არის უდიდესი დღესასწაული და დღე ყველა ქრისტიანისათვის, რადგან ამ დღეს იესო ქრისტემ ფერი იცვალა მოციქულთა წინაშე და ამით აჩვენა ის საღვთო მადლი და ძლიერება, რომლის მატარებელიც იყო როგორც განკაცებული ღვთისძე. ხოლო ჩვენ ყველა მორწმუნე ადამიანი შევთხოვთ უფალს დღევანდელ დღეს, რომ უხვად მოგცეს მადლი, რათა სასიკეთოდ ვიცვალოთ ფერი, სიყვარულისთვის, ურთიერთთანადგომისთვის და ერთობისთვის. ფერი იცვალოს ჩვენმა ქვეყანამ სასიკეთოდ, სასიკეთო მომავლისთვის. ამინ. სრულიად საქართველოს ულოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. საოცარი წირვა ლიტურგიას შესრულდა სამთავროს მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ შეასრულა წირვა, ბევრი ხალხი ესწრებოდა და განსაკუთრებული დღესასწაულია
ქართველებისთვის როგორც ფერისვალება მარიამობა ზოგადად და სრულიად საქართველოს ულოცავთ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის ფერისვალება უფლის, ეს არის უფლის განცხადება თავისი მოციქულების წინაშე და ეს არის ის დღესასწაული, რომელიც არის წინაპირობა ყოველი ჩვენთაგანისში არსებული პოტენციალისა, რომ შეგვიძლია ფერი ვიცვალოთ. დიდება და მადლობა ღმერთს და მინდა შევთხოვო უფალს, რომ ფერი ეცვალოს ჩვენ სამშობლოს უკეთესობისკენ და თითოეულ ჩვენთაგანს. ულოცავ სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს. რამდენადაც ასიხარულოა, იმდენად სამწუხაროა, მაგრამ მაინც ასიხარულოა, იმიტომ რომ პირველი ფერისცვალებაა ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი უნიტარისი ილია მეორე ზეციერი საქართველოდან მფარველობს და ულოცავს მთელს ქართულ ხალხს ფერისცვალებას და პირველად სამთავროში კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე აღავლეს წირვას და შესთხოვს ღმერთს მთლიანად საქართველოს ეცვალოს სიკეთისკენ, მართლმადიდებლობისკენ, გაერთიანებისკენ ფერი და ულოცავთ ყველას შიო მესამეს ფერისცვალებას, ულოცავთ საქართველოს და ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და სიხარულისკენ გვიცვალოს ფერი. თბილისიდან ვარ ჩამოსული ჯოხოსნები, ვესწრებით პატრიარქის წირვას, დიდი სიხარულია ყოველი მისი წირვა და ყოველი დღესასწაული. გილოცავთ დღევანდელ დღეს და სიკეთისკენ, სიყვარულისკენ გვეცვალოს ფერის უყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს და ესწარით მრავალ ფერისცვალობას და გვასწროს ღმერთმა მშვიდობა, სიხარული, სიკეთე მოგცეს. ხვავი და ბარაქა არ მოვაკლოს ჩვენი უწმინდესის ლოცვა კურთხევით ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ილია მეორე ილოცავს იქიდან, რომ დალოცოს ჩვენი პატრიარქი შიო და ქართველი ერი. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხედა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სიწმინდეები კიდევ ერთხელ მოილოცა და რეული დალოცა. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღესასწაული. დღეს ძალიან გახარებულები ვართ, რომ უწმინდესი და უნეტარესი მცხეთაში ბრძანდება. ბედნიერებას, სიკეთეს, ლამაზ მომავალს გისურვებთ უყველას და დაესწარით მრავალს. ვერთდები მეც მილოცვებს, ულოცავ სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელს ამ უდიდეს დღესასწაულს, ფერისცვალების დღესასწაულს და უსურვებ, რომ ვიყოთ სიყვარულში, ქრისტეს მადლში ვიცხოვროთ და ღვთისათნოთ ვიცვალოთ ფერი თითოეულმა ჩვენთაგანმა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ. ულოცავ სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაულს. მინდა ვუსურვო რომ სიკეთისკენ, მშვიდობისკენ ეცვალოს სრულიად ქართველ ერს ფერი. განსაკუთრებით მინდა პატრიარქს მიულოცო უწმინდესი და უნეტარეს შიოს და ღმერთმა შეაძლებინოს იმ საპასუხისმგებლო და მძიმე ჯვრის ტარება, რომელიც მას უფალმა დააკისრა. გილოცავთ ყველას. სრულიად საქართველოს ულოცავ ფერისცვალობის დღესასწაულს, ულოცავ ჩვენს პატრიარქს, სამეუფეო დას, ამ უსაყვარლესი მონასტრის დედებს, დედაქეთევანს, მთელ ემიგრანტებს. უფალმა ინებოს, რომ ამ დღესასწაულის მადლით შეიცვალოს ქართველი კაცის ბუნება, სიყვარულით, სიძულვილი სიყვარულით შეიცვალოს და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ერში მოხდეს ფერისცვალება. სიყვარულმა იმეფოს, ჩვენი პატრიარქის ანდერძით იყო ეს, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. ყველას გილოცავთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს, ყველა მეუფეებს, მამაოებს. დღეს არის ეს დიდი დღესასწაული, ფერისცვალება, ღმერთმა რომ ფერი იცვალა. ყველას ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს და ღმერთმა დაიფაროს ყველა.